გორიდან 4 კილომეტრში მდებარე სოფელი მოსახლეობისგან იცლება. პატარა გორიჯვარში ახლა მხოლოდ 10 ოჯახიღა ცხოვრობს. ადგილობრივების რაოდენობამ მას შემდეგ იკლო, რაც დასახლებაში პრობლემები დაგროვდა. თავარ პრობლემას კი გზა, წყალი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ბუნებრივი აირის არქონა წარმოადგენს. გორიდან 4 კილომეტრში მდებარე სოფელ პატარა გორიჯვარში მცხოვრებლები დაგროვებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. თის ფერდობზე გაშენებულ დასახლებაში ამბობენ, რომ გზების რეაბილიტაცია ესეჭიროება, რადგან გადაადგილების დროს პრობლემები ხშირად ექმნებათ. მოსახლეობა წუხს იმაზეც, რომ მოამინდობისას საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათთან ვერ მიდის. ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო გადაადგილება უჭირთ სამარშრუტო ტაქსებსაც. სკოლა არ არის, ბაღი არ არის, ტრანსპორტი არ არის და მაღაზიაც არ არის. გორში ვყიდულობთ, აბსოლუტურად არაფერი არ არის. და რომ არ არის პირობები, ხალხიც წავიდა. მაგრამ გზა აუცილებელია, ახლა გზაზე გვაქვს პრობლემა, რომ გზა აუცილებელია, მისვლა-მოსვლა ხო გინდა სასწრაფო მოვიდეს რაღაცა და გაზაფხულით წყალი არა გვაქვს, რომ მორწყოს ბაღები. გზა არ გვივარგა. ავტობუსი არ არც მარშრუტს გაი. ჩავდივართ დაბლიდან ვებით ხოლმე შკრის ავტობუსს. პრობლემებით შეწუხებული გორიჯვრელები სარწყავი წყლის არარსებობასაც უჩივიან. ხალხი ამბობს, რომ სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის და ქალაქთან დაკავშირება ხშირ შემთხვევაში ფეხით უხდებათ. დასახლება არც გაზიფიცირებული არ არის. მთელი თავრობა მიცის, რომ ძალიან გვიჭირს ეს ტრანსპორტი ჩვენ არა გვაქვს, წყალი წესიერად ჩვენ არა გვაქვს, არაფერი რო არ არის. პენსიაზე რა არიციან, რომ რა გაჭირება და ის არის. პატარა გორიჯვარში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს მერის წარმომადგენელი სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში. ილია ოქროშიაშვილი ამბობს, რომ სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს და მათი გადაჭრა ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება. როგორც ვიცით, განახლდა 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მოსახლეობისთან შეხვედრის დროს ნაწილობრივ შეთანხმებულები ვართ თითქმის მთლიან მოსახლეობასთან, რომ გავაკეთოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გამოყოფილი თანხები, მოვახმაროთ სანიაღური არხების მოწყობას, რომ გზა არ დაზიანდეს. ის მიმდებარე სოფელია, მაღლა ფერდობზე ცხოვრობენ და ეს დამოკიდებული არიან ნალექის მოსვლაზე, როცა ნალექი დიდია, სარწყავი წყალიც არის და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ 6 სოფელი შედის. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, პატარა გორიჯვრის მსგავსად არსებული პრობლემები თემში შემავალ სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გადაიჭრება.